ენერგიის მცველები, მამა აბსოლუტის გზავნილი 17 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მე მსურს გავაგრძელო ქვების კიდევ ერთ ენერგეტიკულ თვისებაზე საუბარი, რაც დაგეხმარებათ, რომ უკეთესად გაიაზროთ თუ რატომ უწოდებ მიმართ ცალკე აღებული ცივილიზაციას, რომელიც პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. საქმე ისაა, რომ ქვები ცხოვრობენ ძალიან დიდ ხანს და არიან დედამიწის ისტორიის ყველა პერიოდის შესახებ ინფორმაციის მატარებლები. ამის გარდა სწორედ ისინი არიან თქვენს პლანეტაზე ყველა წმინდა ნაგებობის სამშენებლო მატერიალი, რომელიც გამოყენებული იყო სხვა პლანეტებთან და ცივილიზაციებთან კონტაქტისათვის. ქვებს აქვთ უნიკალური უნარი, რომ არა მხოლოდ შეითვისონ ენერგია, არამედ გარდაქმნან ის და გამოასხიონ გარეთ. ამის ნათელი მაგალითი ეგვიპტის პირამიდა წმინდა ნაგებობები მაჩუ პიქჩუსა და პერუში, რომლებიც თავის დროზე წარმოადგენდა ანტენებს მაღალი ვიბრაციული კოსმოსური ენერგიების მისაღებად, რომლებიც გადიოდა და ამ ნაგებობების გავლით ადაპტირდებოდა დედამიწის ენერგეტიკულ ფონთან. შემდგომ ეს ენერგია გამოსხივდებოდა გარეთ უკვე იმ სიხშირით, რომელიც კომფორტული იყო იმ პერიოდის ადამიანებისთვის. რეალურად ასეთი ადგილები დედამიწაზე მრავლად არის. ადამიანები მათ უწოდებენ ძალის ადგილებს და ამ ძლიერი ენერგიის წყარო, როგორც წესი, არის სწორედ ქვები, რომლებიც იღებენ ღვთაებრივ კოსმოსურ ენერგიებს. აქ კი არც თუ ისე მცირე როლს თამაშობს ქვის სული, რომელსაც აქვს საკუთარი მაღალგანვითარებული ცნობიერება. ქვის სულები არიან ასეთი ადგილების მცველები და არა აძლევენ იქ მესამე განზომილების დაბალ ენერგიებს შეღწევის ნება. ეს ხდება შემდგომი სახით. როდესაც ასეთ ადგილში ცდილობს შევიდეს დაბალი ვნებებით შეპყრობილი ადამიანი ან დაბალი ვიბრაციების მქონე, ქვების სულები არ უშვებენ მას იქ. ისინი პირდაპირ მნიშვნელობით ქმნიან ენერგეტიკულ ბარიერს, რომელიც შედგება მაქსიმალურად მაღალი ვიბრაციებით, რის შედეგადაც ადამიანი ფიზიკურად ხდება იმდენად ცუდად, რომ უკვე აღარ შეუძლია წინ ამბიჯების გადადგმა. თქვენ ალბათ შემეკითხებით, თუ რისთვის არის დედამიწაზე ძალის ადგილები საჭირო. ისინი არის ერთგვარი აკუმულატორები, რომელსაც შეუძლიათ გამოდებით, რომ დამოხტონ დედამიწა ღვთაებრივი ენერგიებით და არ მისცენ მას და მის მაცხოვრებლებს ნება, რომ დაესწნენ ძალიან დაბლა, რითაც მოიჭრიან სახლში მაღალ განზომილებაში მიმავალ გზას. რეალურად ყველაზე უბრალო ქვებიც კი, რომლებიც ახსნიან ნათელი ადამიანის სულთა ენერგიებით, იძენენ უნარს, რომ განკურნონ ადამიანები და მოუტანონ მათ წარმატება. თუმცა ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანების ენერგია შედის რეზონანსში ქვების მაღალ ვიბრაციებთან, ანუ ადამიანები თავადაც უნდა იყვნენ სულიერ განვითარების მაღალ დონეზე. მაშინ მათი საკუთარი ენერგია გამყარდება ქვების ენერგიით, რაც მიიზიდავს მათთან კარგ ადამიანებს სიხარულს და წარმატებულ სიტუაციებს. თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით უნდა მოეპყროს ძვირფას ქვებს, რადგანაც მათ აქვთ თავიანთი ხასიათი საკუთარი ენერგეტიკა, რომელიც შეიძლება შედიოს თქვენ საკუთარ ენერგიასთან რეზონანსში ან დისონანსში. როდესაც მიიღებთ მათ საჩუქრად ან იყიდით თავად, საჭიროა გახსოვდეთ, თუ როგორი გრძელი გზა გამოიარა ამ ქვებმა, სანამ მოხდებოდნენ თქვენს ჯერ ისინი მოიპოვეს დედამიწის წიაღში გათხრის გზით. შემდგომ დაამუშავეს და სრულყოფილებამდე მიიყვანეს ისინი სხვადასხვა ადამიანებმა, რომლებსაც განსხვავებული ენერგეტიკა ჰქონდათ და რომლებიც ამ ქვებმა უნებლიეთ მიიღეს. თუმცა თქვენს ძალებშია, ჩემო ძვირფასებო, რომ განკურნოთ მათი ჭრილობები, გაათბოთ ეს ქვები თქვენი გულიდან წამოსული სითბოთით და აავსოთ ისინი საკუთარი სიყვარულით. მაშინ კი თქვენი ენერგეტიკული ურთიერთქმედება იქნება ჭეშმარიტად ჰარმონიული და მოგიტანთ ბედნიერებას და სიხარულს, როგორც თქვენ, ასევე მშვენიერ ქვებსაც, რომლებიც ხელში ჩაგივარდათ. ხოლო ამ ქვების სულები გახდებიან თქვენი მცველები და თქვენი სახლის ფაროლები. გლოცავთ ჩემო ძვირფასებო, რათა ბრძნულად მოეპყროთ ყველა ქვას, დიდსა თუ პატარას, რომელიც თქვენ გზაზე შეგხვდებათ. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომლად უყვარხართ, საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნად წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამნერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.